მინდა ჯერ წაგიკითხოთ ზურაბ ქაფიანიძის წერილი, რომელიც სოფელში მომივიდა. სად დაიკარგე თინათინ, ეს ტოპ მოდელი ქალია, ეტყობა უფლისნებისა დაგაფრიალებს ქარია, ქვე გაიპარე იქნება, გაიჯახუნე კარები, არადა ისეთ ასაკს ხარ, ძილში თუ გაიპარები. გატაცების დრო წაქსულია, თვალს მოგირგია სათვალე, ტრეფიტინგით რომ გაგყიდონ ეგეც მიღწევა ჩათვალე. თუ გადაურჩით სეკვესტრებს, ჯიბეს აგივსებს ბარაკა, ხელს ნუ ჩაიქნევ შეკალო ჯერ 80-ისაც არ ახარ. კენტად ფრენას ხარ ჩვეული, სულს ნუ მოუჭერ მარწუხებს, შენი ასაკის კაცებს ხომ ყველას პროსტატა გვაწუხებს. თუ რაჭაში ხარ ჩამოდი, ფულუკა თუ გაქვს სახარჯო, ეგ ლაილაი ბარათა გიჯობს აქანა დახარჯო. ეს ყველაფერი ხუმრობით, შენ გენაცვალო ზურიკო, ჯობდა ჩემს იუბილეზე სცენაზე გამოსულიყო. მოკითხვა რაჭას, რაჭველებს, მეკურტნესა და მეტივეს, ჩვენებურ რიონს, ქვედრულა სახლებს, კარგ გამოკეტილებს, თავს მეტად აღარ შეგაწყენ, ხარ მიმხვედრი და გამგები, ნაკიეთის და ჭიორის ჩამომიტანე ამბები, თორემ დრო მოვა წაგულეკავს, წუთი სოფელი მუხთალი, დედაქალაქში ჩემს ფანებს ორი სიტყუნა უთხარი, ეგრემც დაურჩი დედუას, გემღერო ჩემო ვენახო, სექსუალურად ჩაცმული ცირკთან არავის დროს გვენახო. ასუხი ზურიკუნას ჩვენო მთასავით ვიჭუნა არ ჩავარდე ეს არ შეიძლება ცოტა მოწიოთ თორე ამ თავრობას ეს უნდა მეტი კი არა დაჭერა აღარ დამჭირდება ჩვენო მთასავით ვიჭუნა ქაფიანიძე ზურიკო რა ღმერთი გამიწყრებოდა აქ რო არ ჩამოსულიყო ცეკვებით ჩამოვიტანეთ მთის რაჭული და ბარული ღმერთმა გვაშოროს ტიტულების ტანტალი ჯეობარული ვაი რომ ეშხი დაგვაკლდა აღარც რიცხვით ვართ იმდენი აღარ ყავს ბონდო გაგნიძე და ძმები ჯაფარიძენი რაჭაზე მინდა გიამბოთ რით გაგახაროთ რა გითხრათ რასაც შევკვირდენ იცოცხლე ყველა უკუღმა აგვიხდა საფინანსომა ჯვარს გვაცვა ერთო მოუშვეს ჭანჭიკებს უაქციზო თუ რამე გაქვს იმ წუთში გაგაპარჭიკებს აქციზურ მარკუნეებსაც რაჭას ტონობით მივიტანთ ოღონდაც ქვე ვერ გავიგეთ სადანა უნდა მივიკრათ საძოვრებსაც ქვეყიდიან ესეც ახალი სახადი ბოსლის კარებზე ამიკრეს ბალახის გადასახადი არცა ჩანს გამოდარება პოლიტიკური ამინდის ჩემი ძროხუკა ბალახზე კალკულატორით დამიდის შარშან იყო და ქათმებზე ჩხრეკის ორდერი მომართვეს ჩემი საწყალი ფრთოსნები ტერორისტებად მონათლეს საბუდრებს ერთად ეცნენ და მოჩიჩქნეს მოსაჩიჩქნავი ერთი მამალა დამრჩა და არც ერთი მოსაჩინჩლავი ჩვენ ნარუჩნიკებს გვადებენ ქათმებს ქვე რაღაც ერჩიან მინისტრებს ერთად აღებულ ჩემი დედლები მერჩიან რაჭველი გლეხების სოდვას ვერსაით გაექცევიან თვითონ კი შარდენ ბარებში ტაბაკას შეექცევიან სხვა რა ვთქვა ქვემო გვატყუეს დენს მოუმატეს ტარიფი ამათთან დიდი სტალინი მართლა ყოფილა არიფი უდაბნოს მოჰკავს სოფლები მამლის ყივილი არ ისმის სამაგიეროდ პამპერსის ქება დიდება გაისმის სამსახურიდან გაგვყარეს საფყრად ვზივართ და ვისვენებთ ამდენი პამპერსის ხათრით რაჭაში ყველა ვისველებთ
მათი სხდომებიც მაკვირვებს, პარლამენტი რომ დაარქვეს, გაუდით აურზაური თავი ვერაფერს გაართვეს, ცირკმა ფუნქცია დაკარგა, აღარ ლომობენ ლომები, პარლამენტს უფრო კარგი აქვს ტრიუკები და ნომრები. სხდომებზე ქალბატონ ნინოს უწევს დაუშვას მანდილი, დადიან სინიაკები თვალბუდი ამოვარდნილი. ვაი კანონებს აცხობენ, ზოგი საქმითაც ასახეს, მეფე დავითი კინწის ყვრით დიღომში გადაასახლეს. ვიგინდარები ქვეშ ეყავთ, დიდ მოღვაწეთა ნაკრებში, უკრაინელი შევჩენკო წამოტრაშულა ვაკეში. ელჩებიც ბევრი ჩამოდის, ცოლებით, ანუ ლედებით, და არა მარტო ლედებით, გოიფრენდ, ბოიფრენდებით. ჩინელებისას ნუ მკითხავთ, დრონეტავს, საით გვიბიძგებს, ორ ჩინელს დააძინებ და სამი ჩინელი იღვიძებს. ქართველს კი ქართველი იჭერს, ავსებინებენ ანკეტებს, ნემსის და აქლემის ქურდი ყველა ციხეში ჩაკეტეს, რაჭაშიც ბევრი გაკოჭეს, პატრული სახლში დაგვიდის, ვიდრე რაჭულად დაგვკითხავს, მანამდე სროკიც გაგვიდის. პარლამენტში რომ ჩხუბობენ, სულ არა გვანა ნასწავლებს, ზინედინ ზიდანს თაური ეთყობა ამათ ასწავლეს. პარლამენტარნი ახლაც ყავს, სულ ყველას ქვერას დავითვლი, დღეს ჩვენი პატრონი არის საგანელიძე დავითი, აქვეა ჩვენი მამუკაც, ზოგიც რაჭაში წავიდა, რევოლუციამ დაგვაფრთხო და საკმაო დროც გავიდა. ლეკიშვილი კი ზის და ზის, ასეთ გამძლეებს ვამრავლებთ, ყველგან ნიკუა, ნუ გიკვირთ ქსეროქსე გადავამრავლებთ. ერთი ნიკო დგას სცენაზე, მეორე ნიკო აშენებს, მესამე ედუარდს ედგა, მეოთხე მიშას ამშვენებს, მეხუთე ნიკო არჩევნებს ელის, როდი, ადვილი, მომავალ პრეზიდენტთანაც გაიჩალიჩოს ადგილი. ძმებს დაგილოცავ ზურიკო, ზნემაღლებსა და რჩეულებს, კობერიძეს და არჩვაძეს შენსავით გამორჩეულებს, აქანატაში უნდა. თელ საქართველოს უყვარდეთ, მართლა რჩეულთა ხვედრია, ან ისე როგორ იცხოვრეთ, ტალახი არ მოგხვედრიათ, ზურაბ, თენგიზ და ოთარი, გონი ხართ ტარიელები, დადი ხართ სულით მდიდარნი და ჯიბეცარიელები. როცა სამეულს ვახსენებ, არ მიწევს ტაშის სესხება, ისე ლარს ტაშის ჯობია, ინფლაცია არ ეხება. ეს ნოვი გრუზინები კი იცვლიან ბინებს, ავეჯებს, ჩვენ კი 60 ფეხსაცმელს ისელ ძონძებში დავეძებთ. გოგუნეებსაც რაჭაში, აღარ ამშვენებთ ნაწნავი, მაღლიდან ჭიპი მოუჩანთ, დაბლიდან კი ბრმა ნაწლავი. ქალთაგან ბევრი მათხოვრობს, ბევრიც მდიდარზე გათხოვდა, ადრე ხელგამოშვერილი მარტო ლენინი მახსოვდა. ნუ გიკვირთ ამდენს რო უბედავ, მაგრა ვარ გამწარებული, ვერ დამიჭერენ, ენა მაქვს რეესტრში გატარებული. ბატონ ზურას კი მრავალჯერ სტუმრობდეს აპრილ-მაისი, შემკული ნიჭით, ზნეობით და რაჭულ სიდარბაისლით. მზეცი ჩვენს მხარეზე დადგება, დაისებ შეცვლის აისი, არ გვიმონებდეს ბუში და ჩორნიეგლაზა რაისი.
აღარ გქონოდეს იმედი სოროსის გასამჯელოსი შენ შვილუკეებს ეცხოვროს ღონიერ საქართველოში ჯერჯერობით კი დაჯერდი იმას რაც ღმერთს მოუწია გაშოროს ქათმის გრიპი და ვარდების რევოლუცია ალბათონი თინა რეხვიაშვილი